ეს არის პატრიოტის ფორმა, წითელი მაისური, რომლის სამკლაურზეც არის საქართველოს დროშა გამოსახული. პატრიოტის ჟილეტი, რომელზეც არის საქართველოს დროშა გამოსახული. და კეპი პატრიოტის, რომელსაც აქვს წარწერა პატრიოტი და გამოსახულია საქართველოს დროშა. აუცილებელია, რომ თითოეულ პატრიოტს ეცვას ეს ფორმა. მე ვარ ლიდერი, ლიდერის ფორმა არის ცისფერი მაისური და ლურჯი კეპი, რომელზეც გამოსახულია საქართველოს დროშა და აქვს წარწერა ლიდერი. შემოვიდა თბილისი. თბილისი შემოვიდა გაჩერდააბი. გოგოლიდერი. გამარჯობათ მეგი. ანდრიძის ხარ თქვენ? დანა არა. ზურაბაშვილი გურამი. ვისი ჩანდა შემოწდა იქ კი ამდენს ხარ ჩინეთის დოქტორი რამაზან გამომიშვა და დასახმარებლად მაგის გადარეკავს და გაიგებს თქვენ დასახმარებლად როგორ დაგარეკნით თუნდაც გეკეთეთ ეს არის ყველაფერი თქვენთვის გაკეთებული ამ საპრეზიდენტო პროგრამაში კიდევ ერთხელ ვამბობ რომელშიც თქვენი დასვენებისთვის ამ 10 დღის განმავლობაში ხარჯება ძალიან დიდი ფული და მოდი ეს ჩვენ საუდგეთ და დავაფასოთ რა მე ვარ ბექა ბაქრიძე, შენ ფრენბურთის თამაში ვიცი კარგად და რეგბის. მე ვარ გიორგი ჯანჯულია, 13 წლის ფეხბურთელი. ან აფხაზეთო ერთი ყვირის და დავშევამბობთ ჩვენ დაუბრუნდებით. აი უფრო მაგარია. ასე იგი ესე გავითვალისწინოთ როგორი რაღაცა რომ ჩავსვათ მაქსიმალურად კონტექსტში. ანუ შეძახილი და დევიზი და აი მაგალითად რესტორანს ჯვაროსნები თუ იქნება სახელი. კი, ერთი წუთი ყველა როგორ რაღაცას ვუყურებ. აი დაუშვათ. ბანაკი ვარციხე. რაზმი მეშვიდე. სახელი ჯვაროსნები. დევიზი აფხაზეთო ჩვენ დაუბრუნდებით. ჩვენად ძალიან კარგი იდეა არის. სახელი ფესვები. შეძახილი აღზარდიშვილი მამულიშვილი და დევიზი იქნება ჩვენს ფესვებზე აყოდება საქართველოს. სახელი ერთხმად ვისაც ფესვები. დევიზი აღზარდიშვილი მამულიშვილი. აღზარდიშვილი მამულიშვილი. ჩვენ ვართ რაზმი დაძმური. ვიძგებს გული ქართული. ვიძგებს გული ქართული. წინდევის არ დავარღვევ. წინდევის არ დავარღვევ. უკან ვერ ვინ ვერ დაქვევს. უკან ვერ ვინ ვერ დაქვევს. ჩვენ სამშობლოს დიდება. ჩვენ სამშობლოს დიდება. ქვეყანა გაფრინდება. ქვეყანა გაფრინდება. პატრიოტებს სალამი. პატრიოტებს სალამი. არ დაგვეშვა სალამი. არ დაგვეშვა სალამი. ვინ ვარ ჩვენ? პატრიოტები. პატრიოტის სიტყვა არ ვიცი რას ნიშნავს, მაგრამ აი რომ მოვდიოდი არ ვფიქრობდი საერთოდ. მე მგონა სულ სხვანაირი იქნებოდა. ნეთ მიყვარ ხარ. ეხლა რას ვაკეთებ? რას ხობს გავსლეს ხელა ხალხი ხარ და კიდე იმას უნდა გიხსნიდეთ როგორ უნდა იმყოთ წყობაში და 4-მდე უნდა გასწავლოთ დათვლა რომ 4-4 უნდა იყოს თითო ხაზზე ამოვიდა სულ ყველა ეგრე არის.
არ მინდა ყვალი. არ მინდა. ყველი მომიცა. არა ის არ მინდა შეიძლება ყველი მომიცტორი წალი რა. მაურავთ უკვე ძა. თქვენს. ბიჭებო მიირთვით თქვენ. მე აცალეთ ხოს ეს უჭა. ანუ ხო. ორივე ჰიმნი როჯანი მაგნეზი რასნაირ დავა. ის ამოვიკრო თავი ჩაობა 450. პატრიოტ კუდი მოვიხადოთ, პატრიოტ. ისა ხალხს მეება, ხალხი ჭამელი. ეს დარიგი, თქვენ ვიცით. ჭამის დროს ძაღლის ჭუნდება. მე ჩვენ ზაღლები ვარ. არა. ყველი იგივეა თქვა. აუ ბიჭო, შეაღლეს ცემენტი მოვა. არა ბიჭო, ეგ ჩავდოთ 100. ხვები? 100 ფორმაში როგორ გამოიყო? 100 ხო წავა ეგ? 100. ადამა. ამას აქედან გაუსხვა ჯერ ბეტონია, იგე? აქ ჩავასხა ბეტონი, ნუ ხა დავდო ჯერ. და მე აუ 100 ხო იქნება. ამაში ხო ჩავა ბეტონი და მე გადავასხა ამას ზევიდან. მაშინ ჩავალოდე. ხო, სისტორეზე რომ მე იგი თანაბრად დავდო ზევიდან. მე ზემოთ ზოგიერთი დადგა ეხლა ყველა და გასწორდა. ყველანი ვარ? არა ორი გვაკლია ის პოლონელი და კიდე ერთი გოგო მე მგონი. ერთი გოგო ცუდად არის. დები რა. მე გორგი ბაკეთი ეხლა ყველა კარგად მომისმინეთ რა. თითოეულმა ჩვენთაგანმა ვიცით რა ფაქტიც მოხდა გუშინ, ხო? მგონი ვიცით. და ყველა ჩვენთაგანი უთანაგზნოთ მათ ოჯახებს. დაიღუპნენ პატრიოტები. მიდი. დაიღუპნენ პატრიოტები და რაღაც. ჩვენი გადაწყვეტილებით, ლიდერებისა და ბანაკის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით წავიდა დროზე ქუდი დაიფარა სასწრაფოდ. ლიდერებისა და ბანაკის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით დღევანდელ დღეს სოლიდარობას უცხადებ დაღუპულთა ოჯახებს და თითოეული ჩვენთაგანი გავეკეთებთ შავ სამკლაურს ხელზე. ეს ლიდერს. ვინმე არის ვისაც არა? ყველას გააქვს? არა. კომენტარები. ავტობუსი გადავარდა, დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის ერთი იყო ლიდერი, ორი პატრიოტი და არიან კიდევ მძიმედ დაშავებულები და მე ვთხოვ თითოეულ პატრიოტს მეშვიდე რაზმელს, რო წუთერდუმილით პატრიოტად მათ ხსოვნას. არგეს
ხო, თუ თამაშობდით, კაი, всё. ესე თამაშები არა. სად არის მეუბნე? სად ახარ შეჭი? ხერე მიაქციე ყურადღება რა. თამაში აღარ იყოს ესეთი. აბა დადექით, აბა და გავსწორდით ლამაზად და მოუყადეთ ერთხმად ბოდიში. 1 2 და 3. დიდი ბოდიში ლაშას. ჩვენ გვაქვს ასეთი წესი, ხო? როცა ბანაკში იჯება ვიღაცა და სხვა ამაზე დაიწყოს ხუმრობა. არა, მაგდამ თქვა, სანურა თქვა რაღაც და ამით მას იცილი, მე და ელენეს ხო იცი. იცოდე, გაითვალისწინე, ასე შემდეგ, დაუშვათ იმას თუ ვჯით 10-ით, გამრავლდება 10-ზე და გააკეთებს იმდეს. ანუ ეხლა შენ აი ელემენტარული, შენ რო გჯიდეს და თავმოყარე ბიჭი ხო ხარ, შენ რო გჯიდეს და მე აქ დავდგე, მიდი, შენი რაზმელი იგივე ამ გვერდზე კოტეჯზე, მაგარია ძმა. ხო გაგიტყდება. აი პომპია ზუსტად რა. აქტიურობითაც გამოირჩევი და ყველაფერი და მე შეგიკითხე შენ თუ გახსოვს ლიდერობაზე. ასე კი როგორ ხდება ძმო, პირველი მე ვიქნები, ვიჩენ გაგიწევს ლიდერობაზე რეკომენდაციად. მაგრამ ამისთვის კარგი ლიდერი რო გახდე, უნდა იყო კარგი ბავშვი. გასაგებია? იმიტომ რომ ვიცი რომ გინდა ასეთი რაღაცა. ადგას. ადგეჭირე, ადგას ახლა. აი ბიჭ. ვანიჩკა. ამდენი ზილების გავაგზავნე. ადგა ვანიჩკა. ჩემი ფუტბოლისტები შეადგა. სამოხდა შენგელოდება თელიბანაკი ადგა. მიდი. რესო, შეიძლება იქ ვიჩოვიდე? კი, სირბილი. რა დაგაძინო, კაცი, რა დაძილია, ადგა. როგორ იქნა შარვალი გაიხდა? ალაკი! ვარჯიშე! რაზმი! მეშვიდე! სახელი! მესმედი! დავისი! ჩვენს დეშოზე აყავდება საქართველოს! ჩვენ სახელი! ანზარბეშვილი მამულიშვილი! ვივა ჩვენ! პატრიოტები! ჩვენს ერთად ღამლას გაუმართ! ჯოს! ჩვენს ერთებას გაუმართ! ჯოს! საქართველოს გაუმართ! ჯოს! ჯოს! გაუმართ! ჯოს! სახელი! გუნდები! დავისი! ენა მამულის სასამართლოება! შეძახილი! გაუყვანა გუსი ჯარი მოუშორა საკივარი! პატრიოტებს გაუმართ! ჯოს! გაუმართ! ჯოს! გაუმართ! ჯოს! აი! მაგარი. აი, ბიჭო.
გაიხარეთ არა ქართველობა, გაიხარეთ. მიდიხარ თბილისში? ადამიანს საქმე. მარტო არ გაგევასათო. დავი. მაინც. მოსაწყენი ადგილია. ჰა? მოსაწყენი ადგილია. რატომ მოსაწყენი ვერთობი? ვერა. იყავიდო. იყავით ეს გამე გაგფასტო. სხვა შემოგთაღოზო. ვერა, არა. თუ გოგო ეს მაჩი მიდიხარ. აღარ წინდაში ცოტა მიცახული. კურს დავწყვიტავ. ბექა, რამდენი წელი ხარ? 13. რატო გინდა წასულ? უბრალოდ აი არ მომეწონა ბარაკი. ამ შეხვარ. პირველად ვარ და ვერ მოსწრებდი. ვერ შეგვირას? ხო, ბარაკს. აი, რეჟიმს ვერ შეგვე, კვებას ვერ შეგვე თუნას. არა, თუ გართობა რომ არის. არა, რეჟიმს ვერ შევეგო, თუ გართობა იქ პრობლემა. გილდით ადრე ადგომაგიჭირს? არა, დიდად რეისედაც გეკოდი. აბა რა რეჟიმს? აი საერთოდ რა? აი რას მაინტერესებს დავუშვათ ხა ფორმის ტარებას ვერ შევეგუა? არა, ფორმის ტარებას შევეგვირა თქო უნდა. თვითონ რეჟიმი იცი სიტყვა რას ნიშნავს? დიახ. აბა რას? აი წესს თვითონ წესდები იმაში. ახლა მომისმინა მე შე რა უნდა გითხრა. როდესაც ჩემ სკოლაში მოვალ ხა მე, თუ კი მოვედი შენ სკოლაში, ხო? დავუშვათ ეგ ჩემნებაზე მომინდა, როცა მინდა ვიარო, როცა მინდა ვიცინო, როცა მინდა ვიმხიარო და როცა მინდა უბრალოდ პანიკა ავდე, ხო? ეს შეიძლება? ნუ არ ვიცი. აი შეიძლება თუ არა, უბრალოდ გეკითხები, რატო ნერვები? კი, შეიძლება. შეიძლება, როცა მინდა, როგორც მინდა ისე მოვიდა. ყველა რო ისე მოიქცეს, როგორც უნდა. შენ როგორ ფიქრობ, რა შედეგამდე მივალთ? აი შენ ესე გინდა ადამიანი ხარ, ეგრე მოიქცე. მეც ისე მინდა, მეც ადამიანი ვარ, აი ყველას ისე უნდა, როგორც მას მოესურვება, ისე მოიქცეს. არა, ისე არ შეიძლება, უნდა ისწავლოს და უნდა იმას. ხო, აი ხა მაგდან გამომდინარე გაუბნები, რომ თუ კი ისე არ შეიძლება, ყველაფერი უნდა იყოს რაღაც ჩარჩოში ხო მოქცეული და აქაც არის ესეთი ჩარჩო რა, ანუ არის რაღაცა ვალდებულებები, რომელიც უნდა გააკეთო, მაგალითად უნდა დაალაგო ყოველთვის ის, რაც შენ დაყარე. ნუ არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტულად შენ. ამაზე თანახმა ხარ? ფორმის ტანებაზე თანახმა ხარ? დილით ადრე ადგომაზე თანახმა ხარ? ჭამაზე თანახმა ხარ, ხო? აბა რა დარჩა? აი რა დარჩა, ხო და მითხარ. შენ ხარ მამაკაცი. და ხარ კარგი საკაცო მასალა და მომავალში აუცილებლად უნდა დადგე კარგი კაცი. თუ კი შენ სურვილებზე მოგიწევ იტყვი უარს და დაფიქრდები იმაზე, რომ წინააღმდეგობა, რომელიც ხდება ცხოვრებაში, ის უნდა გადალახო. თუ კი შენ ახლა შეგნებულად შენი თავით იტყვი ამაზე უარს და უშვა და მოდი მოგვეცი შანსი ერთი დღე კიდევ დარჩი და განახებთ. როგორ შეიძლება ვიყოთ კომფორტულად და კარგად, კარგი ერთი დღე დარჩი ჩემი ხათრით, ა? მხოლოდ ერთი დღე. და იცი რა გავაკეთოთ, აი ხვალ საღამოს თუ კი შენ ისევ ამაზრზე იქნები, მე თვითონ დაურეკავ შენებს, კარგი? ბექა უარს ხომ არ მეტყვი. კარგით. დაულეკა მას ჩემს და მოვეტყვილო იმას. აბა ეხლა თან გამიღიმე კარგად და გულიანად. მოდი გაკოცე. ერთი დღე, მხოლოდ ერთი დღე, კარგი? ერთი დღე მაჩუქე, შემოვწირე მე, თუ შეგიძლია თუ პატივისმცემ. ოღონდ არ გაძალებ, უბრალოდ გთხოვ. კარგი? შევთანხმდით? ისე მე 91 სკოლის დირექტორი ვარ და მე თბილისში შევხვდებით ხოლმე ერთმანეთს. დიდი ასე დაგალაპარაკა ხა. თუ მაჩუქეთ ერთ დღეს კიდევ ამბავს დავიცი, აბა მე მგონი სხვანაირი დაგიბრუნდებათ. უბრალოდ მინდა რომ ეს შეხედულება შევაცვლევინო, ახლა
მას ესეთი განწყობა შევაცვლევინო და პირად კონტროლზე ავიყვან მის გათობის საკითხს ესე ვთქვათ. რა მე დადგა თქვენორი უკან 10 ბუქნი ვინმე დაარღვევს საბანაკო თავად წესებს თითქმეტეს ცხობში დგომას და მე ერთ და ორ კაც არ დაველაპარაკები რა თითოეულმა თქვენთაგანმა გააკონტროლეთ თქვენი თავი დაიჯება რაზმი დაგაფრთხილეთ ავიდა შენიცან სადღა მაგრამ არ მოიწყინა ხოლმე და ჩვენ გვიხარ ყველაფერი და მიდი აგერაც არ მიდი აშებო სანდ მოვიწდი რა ეხლა რა უსარება მეთქინა აბა ჩვენს ერთად ყოფნა ჩვენ სიძლიერეს და ჩვენს მეგობრობას გავმართ საქართველოს გავმართ ავიდა აიქიდან გამოიქცევი, უნდა შემოურბინო ამ ნიშნულს, უნდა ან ეგრე, მოდი, ან ასე, ან ომონთ ხარზე ბურთი დაგხვდება საჯარიმო ქულა. დაგივარდება საჯარიმო ქულა. მეორე, ეხა, ბურთით რა არის კიდე, მოდი დადექი უკან. 1 2 3 კაცი მიუდგა რა. ანუ ვიწყებ? უყურე. ყველა ბურთს ვაწოდებ აი ესე, უკან, წავიდა. Обороты, давай, Дарька! Айгар, давай! დავაშავე დავარღვეთ საბანაკოზე 2 აი 1 2 1 ბოლომდე აღარ დავა 2 არ მიწია 1 დავისვარ დატრე ნახა შენ დაგჭი ექცამი ბოლო პადაჩა ესო შუდიცამ ამა კამერაში ველიდეს გაუმარ ჯოს ხერი დავთხი ხო შახოთ არა მოხდა ეგარ ტრიადი კიდე ეხა ბუქნებზე გავაკეთე კიდე რამდენი ბუქზე ვითამაშოთ ლიდერი და პატრიოტი 100 ბუქზე მაგრამ გაითვალისწინე ლიდერი ყოველთვის მართალია ხო მაგრამ ლიდერიც აკეთებს უცაგი გაითვალისწინე ლიდერი კი ბატონო მაგრამ თამაში არ გასწორდა კიდე დაგემატა ჯერდე დაგვემატა ბიჭო ვიღაცა ორი 1 ორი
ერთი ბიჭები არ ჩადიან და რომ მოვა ყველა აქ იქნები და ერთი უნდა ჩაჯდე და ორზე ამოხდე. ორი სანია ერთი ჩაჯდე. რა ხوار უბერა მართა შე. ლაპარაკი ბიჭო. ერთი კაცი რომელიც დააშავეს, რას მიდავსაჯო? არა. ერთი წუთი. თუ ის კაცი. უპასუხე. რას დავჟე ლაითარ და იმ კაცს გავუმწარებ იმ დღეს. რომელი ჯობია? თვითონ ის კაცი. სერიოზულად გეუბნებით რა. ყველანაირ ხუმრობას თავი დავანებოთ ახლა. მაგრამ აი ხა ლაპარაკო და კიდე ლაპარაკოს და მე რატო რა? ისმენდეს. მე გიტყდებათ რაღაცა რა სხვანაირად რო გეუბნებით. ძმაკაცური და მეგობრული არ გინდათ ეთყობა რა. ამოვიდა მართლა გელში. ეს შეება ეთნავია. ვინ შეება? მე. შენ შეები? ხო. ვერ გამიდრე უნდა დავხსნე და მე ახალი. აუ, ლიდერობა ხო არ გინდა შენ? არა, ხო, ლიდერობა არა, მაგრამ მე მინდა, შენ? ხო. რა გინდა? კაია? მაგარი პონდია. ბიჭო, კაი პონდია მაგრამ რამე ჩვენ ხო არ პატრიოტები. რამე რომ გვადინებენ, ხო ხმაურობ და რამეა რა. და ეხლა ის ნებელაში ხო შეგვერდი რომ ბიჭო, შენ რა ვადებული რომ დაიძირო და რო არ იცი მაგიტომაც გეცხოვე. მაგრამ შენ თქვენ თუ არ იქნებით ერთი გუნდი, თქვენ თუ ვერ გაუძლებთ სიცნელეს და თქვენ თუ პატარა წინააღმდეგობებზე დაიწყებთ პროტესტის გამოთქმას, ვერანაირად ერი, რომელიც სოციალურ პრობლემებზე იქნება მხოლოდ დაფუძნებული, ვერ გააკეთებს საერო საქმეს. გასაგებია და ვერ გააკეთებს საქმეს, რომელიც დასჭირდება მომავალ თაობებს. დღეს ჩვენ გვინდა მთელი მუხტი, სული, გული, ემოცია გადმოგცეთ თქვენ, თითეულ თქვენთაგანს, რათა თქვენ წახვიდეთ დღევანდელი დღით
აჟიტირებულები, ემოციებით დატვირთულები და გაიაზროთ თითოეული ასო სიტყვითა საქართველო. თქვენ ეს უნდა დაინახოთ და თქვენ უნდა დამანახოთ, რომ არც ერთი წვეთი სიცხლისა თქვენში არ არის არაქართული. ლაპარაკი რამდენ თქვენგანს უნდა ლიდერობა? წამოვიდა ხელების ტალღა, წამოვიდა. აი მე ცალცე. თუკი რომელიმე თქვენთაგანი გადაწყვეტავს ლიდერობას, თუკი შეუძლია მასის დამორჩილება, ხო? იმას ხვალინდელი დღე უკვე ხსნილი აქვს და მას სხვანაირი აზროვნების უნარი უჩნდება. მე უბრალოდ მინდა გაიაზროთ, რომ ლიდერობა მარტო კაი ტიპობა არ არის რა. ლიდერობა არ არის მარტო აი ესე რო უზამ ბავშვს და გაგიკეთებს. აი ესე არც ერთი ჩემი ლიდერი დარწმუნებული ვარ, რომ არ უზამს არასოდეს არც ერთ ბავშვს, გამორიცხულია. მე მინდა იცოდეთ თქვენ ერთი რამ, რომ ლიდერობა არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ჩვენ ყველანი ბანაკის უფროსობა, თქვენ ბავშვები მთლიანად ხრებზე აწევხართ ამ ადამიანებს. ეს უნდა შეიგრძნოთ და ეს უნდა გაიაზროთ. სანამ ერთ მუშკად ვიქნებით ბავშვობა შეკრული, ვერანაირი მტერი ვერაფერს ვერ მოგვიხებთ და საქართველო ნამდვილად არ გადაშენდება და ქართველიერი არ გადაშენდება. მე გულწრფელად მეჯერა, რომ ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს სოხუმში პატრიოტულ ბანაკში და გისურვებთ ამას ნამდვილად. დიდი მადლობა რომ მომისმინეთ. პატრიოტიზმი არის, როდესაც შენ სამშობლოზე ფიქრობ, როდესაც იცავ შენ სამშობლოს და ასე შემდეგ. პატრიოტიზმი იმას ანიშნავს მარტო გართობას და სიმღერებს. იმასაც ნიშნავს, რომ უნდა დაიცვა წესი, ლიდერს უნდა უსმინო და ლიდერი ყოველთვის მართალია. ყველანაირ პირობებში. აი ბიჭი. არა, ცუდია, იმიტომ რომ მედის. Thank you.
ჩვენის დანაბედნიერი განა არის სათმერი ვინ ხარ შენ? რა გამხიარულებთ ქართველებო რა ხმებია? რა ხდება? კარგად ხართ ქართველებო გეიფობთ და არაფერი არ გავიწყდებათ ვინ ხარ შენ? ვინ? ის ვინც ცოცხლად დამარხეს ის ვისაც ცოცხლად ააწვრეს თავზე სკალპი ის ვისაც ლუცოების კერტებს აჭრიდნენ საშინელება მე ყველა ის დედა ვარ რომელსაც თვლის შვილის ამოჩიჩკნილი თვალი გადააღლობეს მე ყველა ის ქალი ვარ რომელსაც ყოველდღე აუპატიურებდნენ მე ის ქალი ვარ რომელიც ხელებით ხეს და ფეხებით ტანკს მიაბეს და ისე გაგლიჩეს შუაზე წარწერა დატოვეს როგორც ამ გოგონას სხეული არ გაერთიანდება ისე საქართველოს გაერთიანება არ ღირსება უგესმის მე აფხაზეთი ვარ მე თქვენი ტკივილი ვარ მე თქვენი დარდი ვარ მე თქვენი სევდა ვარ მე ის ვარ რომელიც გელოდებათ როდის იფეთქებს თქვენში სისხლი კიდევ ქართული გესმით ხელი ხელს ჩაკიდეთ გესმით ეს ქვეყანა თქვენი არ არის შემოკარგო ქვეყანო რასდადო მოგიწყენია აწმყო თუ არ აქვს წყალობს მომავალი ჩვენია მომავალი ჩვენია და საქართველოს გაუმართ ესეთი ერთიანები და შეკრულები ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს ფეხებში პატრიოტულ ბანაკში ერთინება ჩვენ ერთაყოფები ჩვენს გამარჯვებას ჩვენები უნდა ვარ ჩვენი უნდა ვარ საქართველო დარწმუნებული ვარო, მთელი სული და გული ჩადეთ ამ 10 დღეში, თქვენს ლიდერობაში და მაგისთვის გადაგიხდით კიდევ ერთხელ დიდ მადლობას. თუმცა ძალიან ბევრი ხარვეზი იყო და ისევ ეს არის, ასე ვთქვათ, თქვენი ბრალი რა. ეს ჩემი აზრი არის და ხა თქვენ უკეთესად უნდა იცოდეთ. თქვენი აზრისთვის, პირადად ჩემთვის და მე მგონი ყველა თითოეული ჩვენთაგანისათვის და დიდი მადლობა ამისთვის. კიდევ ერთ რაღაცას მინდა ხაზი გაუსვა რა. ჩვენ ვართ ყველანი ადამიანები, მით უმეტეს საქართველოს იცით რა პატარაც არის რა. ამით არ თავდება არაფერი და არც დაწყებულა არაფერი რა. მე მინდა რომ თითოეულმა თქვენთაგანმა დაგვანახოს საკუთარი თავი და წარმოაჩინოს თუ რა შეუულია თავიდან ბოლომდე. რომ გაიხსნას ლიდერი მუშაობაშიც და იმ თავის კრეატიულ აზრებში და ყველაფერში ნებისმიერ საკითხში, რასაც ლიდერობა ქვია და რაზმის მართვა ქვია რა. თუ თვლით რომელიმე ლიდერი რომ ჩვენ ხელმძღვანელობამ რაღაც დონეზე მივიღეთ არასწორი გადაწყვეტილება. თუ თვლით რა თქმა უნდა. თუ ვინმეს რაიმე შეკითხვები გაქვთ, კი ბატონო, გიპასუხებთ. არავით არა. კარგით.